დანაშაულის შეგრძნებაზე გვექნება ამ ეპიზოდში საუბარი და არა მარტო დანაშაულის შეგრძნებაზე, ზოგადად იმ შეგრძნებებზე, რომელიც იბადება ხოლმე ჩვენში და ეს საიდან გამომდინარეც, ჩვენ მგონია, რომ ძალიან კაი ადამიანები ვართ, მაგრამ სინამდვილეში ეგ არის ეგოს ხაფანგები. მოკლედ ამ რაღაცებზე ვისაუბრებ ამ ეპიზოდში, იმიტომ რომ ისე დავაგდა, რომ კონსტიტუციებზე ძალიან ხშირი შემთხვევა, რომ რეალურად მაგაზე გვიწევს ხოლმე საუბარი, რომ რეალურად ანუ შენ რო გონია რომ ეხლა ძალიან კარგად იქცევი, იმიტომ რომ რაღაცა მოითმინე, იმიტომ რომ რაღაცა გადაყლაპე, რაღაცა არ თქვი, რაღაცა არ იმოქმედე მოკლედ და როგორც ამბობენ მეორე ლოყამი უშვირე, ხო? როდესაც ცილა გაგაწნეს და ეს რო გონია რომ ძალიან კაი საქციელია ადამიანს რა, სიამოვნებაში ეგ არის ხოლმე ეგოს ხაფანგი. იმიტომ რომ ჩვენი ეგო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გვაგრძნობინოს და გვაფიქრებინოს, რომ ჩვენ ვართ კარგი ადამიანები და ეს იმას არ გამორიცხავს, რომ მართლა კარგი ადამიანები ვართ და ზოგადად ყველა ადამიანი კარგი ადამიანები ვართ, ისევე როგორც ცუდი და ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის ღმერთის ნაწილი. მაგრამ საერთო ჯამში მოკლედ ეგო მაგას ცდილობს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად გვაგრძნობინოს საკუთარ თავთან თავი და რა თქმა უნდა ყველა სიტუაციაში ჩვენ გაგვამართლოს ხოლმე და ამ შემთხვევაში დანაშაულის შეგრძნება სწორედ ამას ემსახურება. დანაშაულის შეგრძნება იდეაში არ არის ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანისთვის, რომელიც დიდი ხანი იმყოფება დანაშაულის გრძნობაში. და ამას ის ფუძე აქვს, რომ ზოგადად დანაშაული ყველაზე მარტივი არის ადამიანის манипуляცია და როგორც წესი, თუ ტოქსიკურ ოჯახში იბადება ბავშვი და ნარცისი ან არ ვიცი ფსიქოპატი ან რაიმე სახის სხვა ტოქსიკური გადახრის ასე ვთქვათ მშობლები და ოჯახის წევრები ყველაზე ადვილი არის ბავშვი იმ კნოპკის ჩაინსტალირება, რომელიც გეუბნება რომ რაღაცა არის შენი ბრალი. და სწორედ დანაშაულის წერტილზე თითის დაჭერით ყველაზე ადვილი არის ადამიანის манипуლირება. შესაბამისად, თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაქვს დანაშაულის შეგრძნება, ზოგადად შეგრძნება, რომელიც არაფერთან კავშირში არ არის, ხო, დაფიქრდით, ვის აწყობს ის, რომ დღეს თქვენ გქონდეთ ქრონიკული დანაშაულის შეგრძნება და ვინ ხელმძღვანელობს ამითი და ვინ სარგებლობს ამითი თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეგ თალკე ფსიქოანალიზის დარგია, ჩვენ ხა ცოტა სხვა კუთხით განვიხილოთ. დანაშაულის შეგრძნება არის ძალიან ეგოცენტრული მდგომარეობა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს აქვს დანაშაული, მაგ შემთხვევაში ადამიანი თავის თავს აჯერებს, ან ჩვენი ეგო ჩვენ გვაჯერებს, რომ აი დანაშაული თუ რაღაცასთან დაკავშირებით მაქვს, ესე იგი მე კარგი ადამიანი ვარ რა. აი მაგალითად თუ არ ვიცი კაცი მოუკალი და მე მაწუხებს დანაშაული, ანუ ესე იგი მე ძალიან კარგი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ აი მე ვგრძნობ, რომ ეს ცუდი საქციელია. რაც რა თქმა უნდა ასეთ შეიძლება იყოს, მაგრამ იდეაში დანაშაულის შეგრძნება არ უნდა იყოს დიდხნიანი. დანაშაულის შეგრძნება არის მხოლოდ იმის ინდიკატორი, რომ ჩვენ მივხვდეთ, რომ რაღაცაში ვიყავით არასწორები. მხოლოდ ამისთვის არის საჭირო. როგორც კი ჩვენ ამას მივხვდებით, რომ აი მაგალითად კაცი მოუკალი და თავს დამნაშავედ გრძნობ და მივხვდი, რომ ეს არ უნდა მექნა, მანდვე უნდა გაიაროს წესით დანაშაულის შეგრძნება. გულისხმობ, როდესაც ადამიანი ცოტა გაცნობიერებულია და თავის თავთან ცოტა სხვანაირად უფრო მაღალ დონეზე შეუძლია მუშაობა და სამყაროს ენერგიებთან მუშაობა. ნუ რა თქმა უნდა რადიკალური მაგალითები მომყავს, კაცის კვლაზე ხან ჩაიციკლებით, უბრალოდ რადიკალური მაგალითია, რომ ძალიან კარგად დაგანახოთ, ყოველთვის ვაბუქებ ხოლმე მაგალითებს, რომ ცხადად იყოს დასანახი, რას გულისხმობ. ხო და დანაშაულის შეგრძნება როცა არის დიდხნიანი, რომ აი ერთი წელი ვფიქრობ დედა რა ცუდი ვარ კაცი მოუკალი, მე მეორე წელი დედა რა ცუდი ვარ კაცი მოუკალი. ანუ ეს დანაშაულის შეგრძნება რეალურად ჩვენ გვაჯერებს, რომ აი ეგეთი კარგი ადამიანი ვარ, მაინც რომ ეგ კაცი მოუკალი, მაგრამ ამაზე ვფიქრობ 5 წელია და აი რა კარგი ადამიანი ვარ. ანუ რაღაცნაირად ჩვენი ეგო მაინც ახერხებს, რომ გამოძვრეს ხოლმე რაღაცა სიტუაციიდან, რომელიც ცალსახად არ არის სწორი საქციელი და აი დანაშაულით რაღაცნაირად გვაჯერებს, რომ ჩვენ ძალიან კარგი ადამიანები ვართ. არა და ჩვენ გონია, რომ თურმე დედა როგორი გულისხმერი და როგორი კარგი ადამიანები ვართ, როგორ განვიცდით რაღაცებს და შემთხვევაში არის ხოლმე ადამიანებს ისეთი რაღაცების მიმართ აქვთ ხოლმე დანაშაული, რომელზეც საერთოდ აი თვითონაც კი არ აქვთ გავლენა და ჭდომა და ესეც ძალიან ეგოცენტრული მდგომარეობა არის. აი მაგალითად დანაშაულს შეიძლება გრძნობდეს ადამიანი, როდესაც მისი საყვარელი ადამიანი გარდაიცვალება, ხო, შეიძლება მეუღლე იყოს, ან შვილი იყოს, ან ღმერთო ყველას გვაშოროს, ასეთი უბედურება, მაგრამ ესეთი გამოცდილებებიც მქონია კლიენტებთან ურთიერთობაში, რომ აი ხშირად ისეთ რაღაცებზე იდანაშაულებენ ადამიანები თავს, რომ გეგონება, რომ ეხა ღმერთია და მისი ახლობელი გარდაიცვლებოდა თუ არ გარდაიცვლებოდა, რომ ამის ხელში იყო, ანუ ღმერთია და მაგისი დაწერილია, გეგონება, როდის უნდა გარდაცვლილიყო, როდის უნდა დაბადებულიყო, ანუ თვითონ მოავლინა ქვეყანაზე, თვითონ განუსაზღვრა საუკეთესო ცხოვრება და ნუ მე ისე მოხდა, რომ ნუ თუ გარდაიცვალა, ხა თუ ამან მოავლინა და თუ ამის პასუხისგებლობა და ღმერთობა შეითავსა,
მაშინ ხო, რა ვიცი, შენი ბრალია მაშინ თუ გარდაიცვალა, მაგრამ ანუ რეალურად სხვა ადამიანების ბედიღბალი არ არის ჩვენი საქმე და ჩვენ თავს რო ვიდანაშაულოთ მით უმეტეს სხვისი საქციელების გამო და მით უმეტეს კიდე საქციელების კი არა და ისეთი რაღაცების გამო, რომელიც საერთოდ საქციელებთან არ არის კავშირში და ადამიანების გადაწყვეტილებებთანაც არ არის კავშირში, უბრალოდ ყველა ადამიანი ადრე თუ გვენ გარდაიცვლება, ხო? და ეს ვერანაირად ვერ იქნება რომელიმე სხვა ადამიანის ბრალი. ვერც იმ ადამიანის ბრალი, ვინც შეიძლება პირობითად მოკლა ეს ადამიანი. იმიტომ რომ ადამიანის დაბადება და გარდაცვალება ეს ორი წერტილი და მათ შორის ძალიან ბევრი შუალედური მნიშვნელოვანი წერტილი ადამიანის ცხოვრების თამაში არის განსაზღვრული. სულის დონიდან ეს არის განსაზღვრული, როგორც შემოსვლის კარი, ისევე გასვლის კარი. ამას ვერავინ ვერ მოასწრაფებს, ვერავინ ვერ გადადებს, მხოლოდ ღმერთის ნება თუ იქნება, თორე სხვა ამას ვერავინ ვერ მოასწრაფებს და ვერც გადადებს ძალიანაც რომ უნდოდეს. ამიტომ ესეთი კარი ყოველთვის არსებობს და ასევე ადამიანის გარდაცვალების ფორმაც ყოველთვის არჩეულია. როდესაც ის გარდაიცვლება, შესაბამისად ეს შეიძლება იყოს თვითმკვლელობა, შეიძლება იყოს მკვლელობა, შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი ძალიან ცუდი ფორმა გარდაცვალების, რომელიც აი ნუ ერთია რომ კარგავ ახლობელ ადამიანს ისე განიცდი, მაგრამ მეორე არის კიდე რომ აი რაღაც ესე ვთქვათ, აი შეთქონია თუ თვითმკვლელობით აქვთ დასრულებული ცხოვრება, ესეთ ადამიანებთან რომ მქონია კონსტიტუციები, რომ განსაკუთრებით რაღაცნაირად აწევთ ხოლმე გულზე. ნუ ეს გასაგები ფაქტორიც არის, იმიტომ რომ მართლმადიდებლური რელიგია და პრინციპში ბევრი სულიერი მოძღვრება ამბობს ამას, რომ თვითმკვლელობით როცა ადამიანი მიდის, ეს არის ძალიან დიდი ცოდვა. თუმცა ჩვენ ყოველთვის გვავიწყდება, რომ იმ თვალითაც შევხედოთ, რომ მთლიანად მატერიალური სამყარო არის თამაში, მთლიანად მატერიალური სამყარო არის ძალიან დიდი ილუზია და იგივენაირი ვიდეო თამაში, როგორ ვიდეო თამაშებითაც ჩვენ ვერთობით ხოლმე და ვკარგავთ ჩვენ რეალობას. უბრალოდ უფრო მატერიალურად ისე მყარად დალაგებული და აწყობილი თამაშია, რომელშიც ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ჩვენ ცნობიერებას და მთლიანად ვეშვებით ხოლმე ამ თამაშებში. ამიტომ ამ თამაში ვერაფერი ვერ იქნება გადახვეული და ვერც ერთი ჩვენი ქმედება ვერ დაანგრევს ამ თამაშს. ანუ მაგალითად თამაში თუ მე მაქვს იმის უნარი, თუ თამაში ზოგადად აი რაღაც ვიდეო თამაში, ხო? არსებობს იმის ფუნქცია, რომ მე ვიღაცა მოვკლა, რომ მე მქონდეს ხმალი და საერთოდ არსებობდეს ესეთი ოპშენი, რომ ვიღაცა შემიძლია მოვკლა, ესე იგი ეს ამ თამაში უკვე გაწერილია და ამ თამაში მე ამის გამოცდილებაც მქონდა, რომ ეს გამეკეთებინა. თუ თამაში არ იქნება გაწერილი და თამაში არ იქნება ჩაშენებული ასეთი ფუნქცია, მაშინ ვერავის ვერ მოკლავ და ვერავის ვერაფერს ვერ გაუფუჭებ, ხო? შესაბამისად ის ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო, ეგ იქნება ადამიანის, არ ვიცი, ეწყინება თუ მოკლავთ თუ არ ვიცი, ნებისმიერი ჩვენი გამოვლინება, როგორიც გვახასიათებს და როგორც შეიძლება ჩვენ მატერიალურ სამყაროში გამოვლინდეთ, ეს პატერნები უკვე წინასწარ არის შექმნილი ამ მატერიალური თამაშისთვის და არსებობს. ჩვენ უბრალოდ სულის მდგომარეობიდან, როცა თამაში შემოვდივართ, ვირჩევთ ხოლმე ჩვენს ავატარს, ჩვენს story-lines, როგორი გამოცდილება გვინდა, რა თავგადასავალი გვინდა რომ გადაგხვდეს და აქედან გამომდინარე გავდივართ ამ რაღაცა გამოცდილებას, თუმცა ეს არ არის, რომ ეს არის ჩვენი ბრალი. რა თქმა უნდა, აქ ხა ცოტა კონტროვერსიული აზრია და შეიძლება ძალიან ბევრი მომედაოს, რომ როგორ ხა კაცი თუ მოკლა ადამიანმა, ეს რა სწორია. არა, რა თქმა უნდა, არავის არ მოუწოდებ, რომ კაცი მოკლას, იმიტომ რომ ამ ყველაფერს თან კარმაც გააჩნია, რა თქმა უნდა, და ამ კარმას აუცილებლად დასჭირდება გამოსყიდვა. თუმცა ისეთ შემთხვევებიც არის, რომ აი მაგალითად მოდი ვიმსჯელოთ, ხო, წინა ცხოვრებაში ვიღაცამ მომიკლა შვილი. ამ ცხოვრებაში მე მოვუკალი შვილი. აბა ეხა როგორ დავალაგოთ აქ კარმაა ეს თუ ანუ მე ეხა ეს ცოდვათ მეთვლება თუ უბრალოდ ჩემი რაღაცა მე რაც დამიზიანეს ის გამოვისყიდა, ხო? ხვდებით ხო როგორი რთული ბუღალტერია შემოდის, როდესაც უკვე რეინკარნაციაზე გვაქვს საუბარი და მით უმეტეს რომ ძირთად არავის არ გვახსოვს, ხო, დედამიწაზე ჩვენი წინა რეინკარნაციები რა იყო, როგორ იყო და არავინ არ ვიცით ჩვენს გარშემო ვინც არიან ადამიანები, ნუ ამ ყველაფერს გარკვევა რა თქმა უნდა შეიძლება თუ ადამიანის სურვილია და არის ასეთი ტექნიკები, მაგრამ ეს საბაზისოდ როცა ვიბადებით, არავინ არ ვიცით რეალურად, ხო, რა ურთიერთობა მქონდა მამაჩემთან, დედაჩემთან, დასთან, ძმასთან, ბიძასთან და ასე შემდეგ და საიდან იწყება სათავე ჩვენი ურთიერთობისა, ხო? ეს მხოლოდ ემოციურად შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, რომ აი ვიღაცასკენ გული მიგიწევს და ვიღაცისკენ არ მიგიწევს და ნუ განსაზღვრელი არის, რომ სადაც ცოტა აი ხო არის მომენტი, რომ ადამიანი რაღაცნაირად აი არ მოგწონს, არ მიგიზიდავს, მაგრამ რატო არიცი არაფერი არ გაუფუჭებია, ხო? ან პირიქით პირველად ნახე და უცებ ძალიან დიდი კონექშენი არის. ესეთი ემოციები არის სწორედ ამის განსაზღვრელი, მაგრამ ეს ბექგრაუნდ ისტორიას არ გვიყვება, ხო, რომ აი კარგი ხო რაღაცა არ მომწონს ეს ადამიანი, მაგრამ რატო იქნება, რა მოხდა, რა ისტორია მოხდა, ხო? ამ ყველაფერზე ჩვენ ეგრევე არ გვაქვს ესე წვდომა, რომ ყველაფერი ვიცოდეთ. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ჩვენი ქმედება და რა თქმა უნდა ხა დღეს ჩაისწავლებ თუ ყავასწავლებ, რა თქმა უნდა ასეთი ტიპის ქმედებებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აბსოლუტურად
ნებისმიერი მნიშვნელოვანი ქმედება, რომელსაც ცხოვრებაში ვახორციელებთ, ეს ყველაფერი არის გაწერილი და სულ მე იცოდა რისთვის მოდიოდა. შესაბამისად, არაფრისთვის ჩვენი თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ. უბრალოდ ესე თქმა ადვილია, რომ არ უნდა დავიდანაშაულოთ, მაგრამ ვეცდები, რომ თვითონ შინაარსობრივად დაგანახოთ, რამხელა ეგოცენტრიზმი არის, როდესაც ჩვენ რამეში თავს ვიდანაშაულებთ. იმიტომ რომ აი მოდი მაგალითად ესეთი кейსი ავიღოთ, რომ მაგალითად ადამიანმა გაიკეთა აბორტი და ასეთიც უამრავი შემთხვევა მქონია, რომ აი ნუ მოკლედ ქალბატონი მოდის კონსულტაციაზე და ხან მაგალითად ძალიან დიდი ასაკი აქვს და ექიმი ეუბნება, რომ იცი რა ვერ გააჩენ და რაღაც პრობლემები იქნება, ან ავადმყოფი გაჩნდება და უნდა მოიცილო და იკეთებენ აბორტს და მე ამის გამო ნერვიულობენ, რომ აი და რო გამეჩინა და აი ცოდვა ჩავიდინე და უნდა გამეჩინა და რაღაც. აი როგორ გონიათ აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი არის ღმერთის ნება და ყველაფერი არის ღმერთის მიერ აქ დალაგებული, თითოეულ ინდივიდ ადამიანს აქვს მაგის უფლება და რაღაცა ესეთი შესაძლებლობა, რომ თვითონ გადაუწყვიტოს ცოცხალ არსებას გაჩნდეს თუ არა დედამიწაზე. ხო აბსურდია ეს, ხო? ანუ ყველა ადამიანის დაბადება და გარდაცვალება არის სამყაროს და ღმერთის მიერ და მისი სულის მიერ თანხმობით განხორციელებული. როგორ შეიძლება რომ ადამიანი, რომელიც დღეს იკეთებს აბორტს და მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზის გამო, გინდა ექიმებს შეეშინებინათ, გინდა არ ვიცი ახალგაზრდა იყოს, ან გაუთხოვარი იყოს, ან დაოჯახებული მამაკაცისგან დაურსულდეს, აი აბსოლუტურად ნებისმიერი кейსი აიღეთ. არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, რატო ურსულდება ქალი. ნებისმიერი მიზეზის გამო, როდესაც ხდება აბორტის გაკეთება. აი როგორ გონიათ, რომ იმ ქალზე არის დამოკიდებული და იმ ქალმა გადაწყვიტა, რომ ერთი ადამიანით მეტი მოევლინა თუ არა დედამიწას. ანუ ეს ხო ამ დონეზე არ წყდება, ეს ხდება სამყაროს დონეზე და ღმერთის დონეზე არის ეს ყველაფერი გადაწყვეტილი და როგორ შეიძლება რომ ერთმა ლოკალურმა ქალბატონმა აიღოს თავის თავზე ამისი დანაშაული, რომ დედა მე რა ცოდვა ჩავიდინე, რომელმაც ნუ რაღაცა პირობების გამო და მშოლ ბარაკ რა პირობების გამო გაიკეთა აბორტი, ხო? ანუ ესე თქვათ ამ ადამიანს ესე იგი რა გონია რომ ღმერთია თვითონ და შეუძლია რომ თვითონ დაგეგმოს ეგეთი რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენები რომ დედამიწაზე ადამიანი გაჩნდება თუ არა ანუ მაგას ახლა მევწყვიტა კონკრეტულად აი ხო ძალიან სასაცილოა ესე რომ შეხედოთ რა და როგორ შეიძლება რომ ეგეთი რაღაცები ჩვენ თავზე ავიღოთ როგორც რაღაცა დანაშაულის შეგრძნება და ეს დანაშაულის შეგრძნება როგორც თქვი თან თავს კარგად გვაგრძნობინებს რომ აი მე დამნაშავე ვარ ანუ როგორ კი კარგი ადამიანი ვარ რომ მე ამას განვიცდი და რაღაც ემოცია მაქვს, მაგრამ რეალურად ეგოცენტრიზმი აბა რა არის, რომ გონია რომ ღმერთები ვართ და ეგეთი რაღაცების გადაჭრა შეგვიძლია ადამიანის მოვლინება არ მოვლინება ან ვიღაცის გარდაცვალება არ გარდაცვალება, ანუ ეგეთი მოვლენების განკარგვა შეგვიძლია სამყაროში და მაგის გამო რომ ვერ განკარგეთ რაღაცა საუკეთესო განვითარებით, რომ აი ხა მე თავს ვიდანაშაულებ, ანუ ეგეთი ღმერთები ვართ, სულ ყველა როგორ გონიათ. თავის დადანაშაულების სიგნალი არის მხოლოდ იმისთვის საჭირო, რომ მიხვდე, რომ რაღაცა ჩემი ქმედება იმ მომენტში არ მისიამოვნა და ამას შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი ქონდეს, ხო? იმიტომ რომ შეიძლება თუნდაც იგივე აბორტის გაკეთება რო ავიღოთ, ხო, ადამიანმა შეიძლება თვითონ არ უნდა გაკეთება, მაგრამ თქვათ მეუღლემ დააძალა, ან გარემო პირობებმა დააძალა და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა ეს არჩევანი და რეალურად მას წუხილი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოიქცა და არა იმის გამო, რომ რეალურად აბორტი გაიკეთა, ხო? ამიტომ, როდესაც გვაქვს დანაშაული შეგრძნება, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩავყვეთ რეალურად რა გვაწუხებს და ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ ეს დანაშაული შეგრძნება არაფრიდანაც არ მოდის და შეიძლება საერთოდ არ ვართ არ გუზნობთ თავს დამნაშავეებს, უბრალოდ ეს ჩვენმა ეგომ უნდა დაგვაჯეროს, რომ იმიტომ რომ ესეთი კარგი და რაღაცა ლამაზი ადამიანები გამოუჩნდათ საკუთარი თავის თვალში. ასევე მაგალითად ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე გულისხმიერება ეგოში. იმიტომ რომ აი ხშირად ყოფილა ესეთი რაღაცები, რომ ნუ ვიღაცამ რაღაცა გამიფუჭა, ვთქვათ, და აი მე სამაგიერო არ გადავუხადე. იმიტომ რომ აი ნუ დიდსულოვანი ადამიანი ვარ. არა და მინდოდა, აი გულით მინდოდა, რომ რაღაცა გამეფუჭებინა იმისთვის და რაღაცა დამენგრია ცხოვრება. აქაც იგივე ფორმატი მუშაობს, რომ როგორ გონიათ, რომ თქვენი რომელიმე საქციელი ზოგადად სამყაროში ვინმეს ცხოვრებას, ერთი ადამიანის ცხოვრებას მაინც დაანგრევს, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ესეც ღმერთის მხრიდან არის გადაწყვეტილი და თქვენ უბრალოდ საშუალება ხართ, რომ ის ხელითაც შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ როგორ გონიათ, რომ ადამიანი, რომელსაც არ ეკუთვნის კარმულად და არა აქვს ის ცხოვრება, რომ პირობითად რაღაც დაზარალდეს და ვთქვათ, ან ციხეში იჯდეს, ან გაბანკროტდეს, ან რაღაცა ესეთი მოუფუჭდეს ცხოვრებაში, რომელიც თქვენი ხელით შეიძლება რომ მოხდეს, როგორ გონიათ, რომ ეს არ არის განსაზღვრული და ამას რეალურად თქვენ გაქვთ მაგ ხელა ძალაუფლება, რომ ეს გააკეთო
დავუახლოვდეთ ბოდიში ცოტა ცინიკურად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან მეცინება ამაზე, როგორი სასაცილოა მაგ მდგომარეობიდან რომ გადმოვიხედოთ, რომ აი ღმერთმა შექმნა სამყარო, ყველა ადამიანის მთავარი storyline არის დაგეგმილი თავის დაბადება, გარდაცვალებით და მნიშვნელოვანი მომენტებით და ამ დროს ვიბადებით და ვაიმე ჩემი ბრალია, როცა აი რაღაცა დღეს ცუთხასიათზე რო ვიყავი, ვიღაცას რაღაცა ეწყინა, უხეშად ვუპასუხე, მერე ის წავიდა თავი მოიკლა და ეს ჩემი ბრალია. და აი ესეთ რაღაცა სიტუაციაში ვგონია, რომ ანუ ღმერთები ვართ და ჩვენ კისერზეა ეს სამყარო ზოგადად. ანუ მე ვიცნობ ადამიანებს, რომელსაც მქონია შეხება და კონსტიტუცია, რომელსაც ისეთი გლობალური რაღაცები გონიათ, რომ მათი ბრალია და მათ კისერზე დევს, აი როგორიც არის მაგალითად ომი, ან თავიანთი ოჯახის კეთილდღეობა და ზოგადად 10 და 20 და 100 ადამიანის კეთილდღეობა, გონიათ, რომ მარტო მაგაზე არის, აი თვითონ რომ რაღაცა სადღაც ესე კი არა და ესე მოქცეულიყვნენ, რომ მაშინ 100 ადამიანი გადარჩებოდა თუ რაღაცა, ანუ ეს ხო ამ დონეზე არ არის განსაზღვრული, ეს არის ყველაფერი ზევიდან განსაზღვრული და დაწერილი სამყაროს მიერ, ღმერთის მიერ და ამ რაღაცებზე ჩვენ ძალაუფლება არ გვაქვს, არანაირი ძალაუფლება არ გვაქვს. გულისხმიერებას რო დაუბრუნდი, აქაც ძალიან სასწაულა ხოლმე, რომ აი მაგას რომ ამბობ, რომ აი მე ხო სამაგიეროს არ გადავუხდი, იმიტომ რომ მე ძალიან ესეთი რაღაცა გულმოწყალე ვარ და რაღაცა ხო. ანუ და არა და რეალურად გინდა დიდსულოვანი გამოჩნდა საკუთარი თავის წინაშე. დიდსულოვნება იცით რას ნიშნავს, რომ დიდსულოვნება პირდაპირ სიტყვა გვევნება, რომ დიდი სულის მატარებელი არის ადამიანი. ანუ ადამიანი იმდენად განვითარდა და თვითრეალიზაცია მოახდინა საკუთარი თავის, რომ მან უფრო დიდი სული დაიდია თავის თავში, ვიდრე აქამდე იყო. ანუ თავისი სხეული, თავისი გონება, თავისი ფსიქიკა, თავისი ენერგეტიკა იმდენად გაწურთნა, რომ უფრო მეტი სული დაიდია. სხვათა შორის ამის შესახებ, ზოგადად სულიერი განვითარების შესახებ მაქვს ძალიან კარგი ეპიზოდი, პირდაპირ ეგრე ქვია სულიერი განვითარება და მაგას შეგიძლიათ უყუროთ. ამ თემის ძალიან კარგი გაშლა არის იქ, მაგრამ აქ უბრალოდ იმისთვის გამოვიყენე, რომ აღხსნა რას ნიშნავს დიდსულოვნება, ხო და დიდსულოვნება ნიშნავს, როდესაც იმდენად განვითარებული სულია, იმდენად განვითარდა ადამიანი და იმდენად თავის თავზე მეტი პორცია სული დაიტია ამ ფიზიკურ სხეულში, რომ უბრალოდ ამ მატერიალური სამყაროს რაღაც სისულელეებს რეაგირებაც არ აქვს. აი მოდი ეს დავინახოთ რა, მშობელი, რომელიც ბავშვის რაღაც ჭირველობას უყურებს, მაგრამ მშობელი არის დასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი და ბავშვის ჭირველობაზე, ნუ აი ნერვები არ ეშლება, იმიტომ რომ ნუ ის ბავშვია და ეს საერთოდ არ შედის იმ პოზიციაში, ხო? ან დიდის პოზიციიდან უყურებს, რომ აი ბავშვმა რო გაჭედა რომ სათამაშო უნდა და აი უნდა და მოკლედ აი ყველანაირად განიშნებს ტირის და ყვირის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ქმედებით რა თქმა უნდა შეიძლება დაუკმაყოფილო ბავშვს სურვილი რომ გააჩუმო და მისცეს სასურველი, მაგრამ ზრდასრულის პოზიციიდან ხო ხვდები რომ აი ნუ ბავშვურად ჭედავს ახლა ეს ადამიანი, ხო? და ნუ არ მოიშლი ნერვებს იმაზე რომ ნუ ხო ბავშვია ჭირვეულობს და ნუ გასაგები არის რატომაც ჭირვეულობს და გასაგები რომ ბავშვია და მოთმენით ანუ ისე რომ ნერვები არ აგუშალოს ვოპერირებთ როგორც იმ სიტუაციაში უმჯობესია. და დიდსულოვნება ზუსტად ამას ნიშნავს, რომ დიდსულოვანი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც როდესაც ესეთ რაღაცებს ხედავს, ჭირვეულობებს, სხვა ადამიანების და სხვანაირ გაჭედვებს, ვიღაცა ცუც რო გიკეთებს და ვიღაცა ასე და ვიღაცა ისე და ვიღაცამ ასე რო დაქცინა და ვიღაცამ რო რაღაცა მოკპარა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. როდესაც ამ ყველაფერს უყურებ, დიდსულოვნებიდან გამომდინარე, ანუ ხედავ რომ ეს არის, ანუ რაღაცა თუ მაგალითად გაწყეინეს, რაღაცა მოკპარეს სამსახურში საქმე გაგიფუჭეს, ანუ ეს უკვე ჩვენ გვეუბნება იმას, დიდსულოვან ადამიანს უფრო სწორედ ეუბნება, რომ ის ადამიანი პატარაა ჯერ ცნობიერად, ვინც რაღაცა გაგიფუჭა. ის ადამიანი ჯერ ძალიან შტერია და ძალიან მოუმწიფებელია და ძალიან პატარა სულოვანია, ასე ვთქვათ რა. და შესაბამისად დიდსულოვნება ნიშნავს, რომ იმდენად დიდ სულს იტევ შენ საკუთარ სხეულში, დიდი სულის პორციას იტევ, რომ არც კი ბრაზობ ესეთ რაღაცაზე და, ნუ, რა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში გამოსავალი უნდა იპოვო და თუ საჭირო უნდა დაისაჯოს კიდეც და ასე შემდეგ, ანუ ოპერირება მატერიაში სხვა რაღაცა, მაგრამ ემოციური განწყობა და განცდა რაღაცა ქმედებასთან მიმართებაში კიდე სხვა რაღაცა არის, ხო? შესაბამისად, როცა აი ვიღაცამ რაღაცა რომ გაგიფუჭათ და თქვენ პირდაპირ ეგეთი განწყობა გაქვთ, რომ ვაიმე ჯერ პატარაა და ნუ რაღაცა და ნერვები არ გეშლება
ჭირდებათ როგორც ბავშვის ჭირველობაზე. ეს არის დიდსულოვნება. მაგრამ ქმედებაში შეიძლება ისეთი რაღაცა გააკეთოთ, რომელიც ამ ადამიანს დასჯის, დააჭერინებს და მოკლედ რაღაცნაირად პასუხს აგებინებს, იმიტომ რომ დიდსულოვნება არის შინაგანი მდგომარეობა ადამიანის და არა ქმედება. და ის, რომ მაგალითად ადამიანმა რაღაცა გამიფუჭა და მე მეწყინა, გაუბრაზდი, რა ვიცი, ვიტირე, მეგობართან ვიჭორავე, მე ფსიქოლოგთან წავედი, 24 საათი არ მასვენებს ეს ფიქრები, როგორ გადავუხადო სამაგიერო და მე ავდგები და ვამბობ, რომ იცი რა, მე მასზე უკეთესი ვარ და მოდი მე არაფერს არ დაუშავებ და არ გადავუხდი სამაგიეროს რა, ეს პოზიცია თვითონ. ეს არის ეგო, რომელიც გვაჯერებს, რომ ჩვენ მასზე უკეთესები ვართ და მასზე მაღლა ვაყენებთ ჩვენ თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის ხელოვნურად ჩვენ თავის მასზე მაღლა დაყენება და ის რომ უბრალოდ ჩვენ გვეგონოს რომ მასზე უკეთესები ვართ, იმიტომ რომ ეგო გვეუბნება რომ შენ ხო კარგი ხარ, შენ ხო უკეთესი ხარ, შენ ხო არ იკადრებდი. სინამდვილეში ყველა ადამიანი ყველაფერს უკადრებდით, გააჩნია სიტუაციას და გარემოებას, იმიტომ რომ ყველა ადამიანში არის თვითგადარჩენის ინსტინქტი და ნებისმიერ გარემოში სადაც რაიმე საფრთხე ემუქრება ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ყველაფრის უკადრებლები ვართ სულ ყველა. ეს გენეტიკურად ჩადებულია. ამიტომ თუ აქამდე რაღაც არ გვიკადრებია არასდროს, უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენი სასიცოცხლო და სასიკვდილო სასწორი არ ყოფილა ცხოვრებაში. არ დაგვიდია ჩვენი ცხოვრება სასწორზე და ღმერთმა დაგუფაროს არც მოხდეს ასეთი რაღაც არასდროს, მაგრამ ვისაც ასეთი რამე გამოუცდია და მართლა სასიკვდილოდ ქონია საქმე, იმან იცის, რომ მართლა ყველაფერზე არის წამსვლელი ადამიანი და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ცუდია. ეს არის ჩვენი ბიოლოგიური ინსტინქტი, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ. და ჩვენი ბიოლოგიური ნეირონული სისტემა კიდე ძალიან კომპლექსური რაღაცა არის, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს გადარჩენისთვის მაგალითად ხო ჭირდება რომ ბევრი ფული ქონდეს, მაგრამ თუ ამ ბევრ ფულს ვერ შოულობს, მაშინ უნდა მოიპაროს და ქურდი ხდება. და ამ შემთხვევაში ის მკადრებელია რომ წავიდეს ქურდობაზე, იმიტომ რომ ის თავის საბაზისო დაცულობას ემსახურება, როდესაც ბევრი რესურსი და ფული აქვს და სხვანაირად ვერ შოულობს. მე არ ვამართლებ ახლა ქურდებს, მაგრამ უბრალოდ გიხსნით როგორ მუშაობს ჩვენი ბიოლოგიური ნერვული სისტემა და ამიტომ კადრულობენ ადამიანები რაღაცებს, რასაც ვიღაცები არ იკადრებენ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ჩვენთაგანი ყველაფერზე არის მკადრებელი და ყველაფერზე არის წამსვლელი, თუ აეგრე საჭიროებად დაუდგა საკითხი, რომ თავი უნდა გადაირჩინოს, ან ძალიან ახლობელი სიცოცხლე კიდია მის რაღაცა ქმედებებზე. და აქაც ეს დიდსულოვნება ხო, რომ აი მოდი ადამიანს დავუთმოთ და ესე ვქნათ და ისე ვქნათ. ანუ ესეც არის qalbi რაღაცა მოსაზრება რა, რომელიც გვაჯერებს, რომ ჩვენ ძალიან კაი ტიპები ვართ და საერთო ჯამში მოკლედ ვიღაცაზე მაღლა დავდექით და ვიღაცაზე კარგი გოგოები და ბიჭები ვართ, ისე როგორც დანაშაულის შეგრძნება. საქმე იმაში კი არ არის, რომ ჩვენ რეალურად ძალიან ცუდი ადამიანები ვართ სულ ყველა და უბრალოდ ჩვენი ეგოს უგვაჯერებს, რომ კარგი ვართ, ასე არ არის. ან ყველა ჩვენთაგანი არის ძალიან კარგი, ისედაც დაბადებით, ბუნებით, ჩვენი სული არის ძალიან მაღალი და ძალიან წმინდა და არის ღმერთი, მისი ნაწილი. ჩვენ ყველა ძალიან კარგები ვართ. მაგრამ ჩვენი ეგო კიდე დამატებით ამ მატერიალურ სამყაროში ოპერირებს და გვაჯერებს, რომ ყველა სიტუაციაში ჩვენ მართალი და სწორები და კარგები უნდა ვიყოთ რა. და ადამიანი რეალურად, ანუ სულიერ განვითარებას მაგას ვეძახით, რომ სულიერად განვითარებული ადამიანი არის ადამიანი, რომელმაც გააცნობიერა და გამიჯნა თავისი სხეულის ოპერირება და ცნობიერების ოპერირება თავისი სულის მდგომარეობისგან, ხო? რომელიც ხვდება, რომ ანუ ეხა მე რომ ვიღაცა მაწყენდა და ჩემ გონებაში ფიქრი რომ შემოვიდა რომ მე ამას სამაგეროს გადავუხდი, ანუ ეს ბუნებრივი ჩემი ბიოლოგიური რეაქცია არის და ამას ჩემი სხეული აკეთებს, იმიტომ რომ ჩემში დევს თავდაცვის მექანიზმი და ბიოლოგიურმა სხეულმა ეს თავისით უნდა დააგენერიროს ჩემს ნერვულ სისტემაში და ნერვული სისტემა გადაერთვება თავის გადარჩენის ინსტინქტზე, ხო, თავის გადარჩენის მოუდში, რომ თავი გადაერჩინოს, ანუ ამ ყველაფერს აკეთებს ჩვენი ბიოლოგიური სხეული. მაგრამ როდესაც ჩვენ გვესმის რომ ეს არის ბიოლოგიური სხეულის ოპერირება და ეს არ ვართ ჩვენ. ეს უბრალოდ არის იმ ბიოლოგიური სხეულის თავის გადარჩენის ფორმატი, რომელშიც ჩვენ დროებით ახლა აქ ვიმყოფებით, ხო? ანუ თუ ეს ჩვენ გვესმის და ამის გამიჯვნა შეგვიძლია, ხო? მაშინ შესაბამისად გამოდის, რომ ჩვენ არ გვჭირდება თავს, ჩვენს ეგოს არ ჭირდება, რომ ჩვენ დაგვიმტკიცოს, რომ ძალიან კარგები ვართ. იმიტომ რომ თუ ამის გამიჯვნა შეგვიძლია, რომ ჩვენ ისედაც ნეტარები ვართ, ისედაც ღმერთები ვართ, ისედაც სამყაროს უსასრულო ნაწილის შემადგენელი ვართ, ხო? და უნეტარესები ვართ და უმაღლესები ვართ. მაშინ დამატებით არ გვჭირდება მაგისი ხაზგასმა, რომ
აი იცი რა შენ კარგი ხარ, იმიტომ რომ იქ ვიღაცა გეცოდება და იმიტომ რომ ვიღაცას სამაგეროს არ დაუბრუნებ. აი ამიტომ კარგი ხარ. ან კარგი ხარ, იმიტომ რომ რაღაცა ცუდი რო გააკეთე, რაც ესე ბჭყალებში ცოდვად ითვლება, რომ აი ამის გამო შენ დანაშაული გაქვს და ამიტომ კარგი ხარ. ანუ აი ამ ეგოს რო გავცდებით და მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი არის ეგო, აი მანდ ჩანს მერე ჭეშმარიტად ვინ ვართ ჩვენ და რას წარმოვადგენთ და ამ თემას მინდა გადავობა ასევე საკუთარი თავის სიყვარული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ზუსტად ამ თემას უკავშირდება. ეხლა თან ძალიან პოპულარული არის ეს საკუთარი შეიყვარის საკუთარი თავი, რაღაც ესეთი არ ვიცი რით და ასე შემდეგ რაღაცა პროცესები და ლექციები და ასე შემდეგ, როგორ შევყვაროთ საკუთარი თავი. და ნუ ამაზეც უბრალოდ იმდენ არ ვიცი ყალბ რაღაცებს ხედავ გარშემო, რომ ამ თემაზეც ვიცი რომ ძალიან კონტროვერსიული აზრია და შეიძლება უამრავი თქვენთაგანი არ დამეთანხმოთ, მაგრამ ნუ ჩემი გზა ასეთია და მე ასეთი რაღაცები უნდა გავაზიარო. რაც შეეხება საკუთარი თავის სიყვარულს, ზოგადად სამყაროში არ არსებობს ცოცხალი არსება დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი თავი არ უყვარს. ეს არის ბიოლოგიურად მოცემული ანუ ესეთი მოცემულობა არის. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ მოდიხარ მატერიალურ სამყაროში და გაქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი. ანუ თვითგადარჩენის ინსტინქტი რატო უნდა გქონდეს თუ შენი თავი არ გიყვარს? ანუ შენი თავი უნდა გადაარჩინო, ხო? ეს არის მოდიხარ მატერიაში და ერთადერთი თავდაპირველად რაც შენს ქვეცნობიერში დევს ბავშვობიდან, ეს არის მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი. და ანუ რაში გჭირდება ეს ფუნქცია თუ შენი თავი არ გიყვარს? ანუ საკუთარი თავის სიყვარული არის ღვთაებრივი მოცემულობა, რომელიც ყველა ადამიანისთვის და ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის არის იდენტურად ერთნაირი. აბსოლუტურად ყველა ადამიანს გვიყვარს საკუთარი თავი. ანუ ეგოცენტრიზმის გარეშე, აი უბრალოდ ეს არის ბიოლოგიური მოცემულობა, ხო? როგორც ყველა ადამიანს გვაქვს თმა თავზე, ანუ რაღაც გამონაკლისების გარეშე ალბათ, ასევე ყველა ადამიანს ჩაშენებული გვაქვს საკუთარი თავის სიყვარული. და ის მომენტი თუ რატო ვლაპარაკობთ ამაზე ამდენს, აი ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი. იმიტომ რომ ჩვენ საკუთარი თავის სიყვარულთან კი არ გვაქვს პრობლემა. ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის მიმღებლობასთან პრობლემა. იმიტომ რომ მოდი წარმოიდგინეთ რა, ანუ გავიაზროთ უბრალოდ ესე ფართო სურათი დავინახოთ, რომ ხარ უსასრულო სული, ლივლივებ სადღაც ღმერთის სივრცეში, ხარ უსასრულო ღმერთის ნაწილი, მუდმივად ნეტარი, მუდმივად რაღაცა ნათელში მყოფი არსება და ამ დროს მოდიხარ უხეშ რაღაცა სხეულში, რომელსაც რაღაცა პრობლემები აქვს, რაღაცა სადღაც კუჭი გტკივა, სადღაც თავი გტკივა, მერე რაღაცა ემოციები გაქვს, იმიტომ რომ შენი ბიოლოგიური სხეული რაღაცა ჰორმონებს აგენერირებს, რომელიც შენს ემოციებზე ახდენს გავლენას, თან არსებობს რაღაცა ეგოს ფუნქცია, რომელიც თან გეუბნება, რომ ეს ემოციები, რომელსაც შენი სხეული ავტომატურად აგენერირებს, ხარ რეალურად შენ და შენ განიცდი ამ ემოციებს და ვაიდა ორგანიზმმა სტრესის ჰორმონის აწევის დროს რაღაცა ნეგატიური აზრი დააგენერიროს და ვიღაცის მოკლა მოგინდეს გონია რომ შენ ეგეთი ცუდი ხარ, იმიტომ რომ ადამიანის მოკლა გაიფიქრე, ამას გაჯერებს შენი ეგო და ამ დროს რა თქმა უნდა გიჩნდება აზრი რომ რაღაცა საკუთარი თავი არ მიყვარს. იმიტომ რომ ანუ აი არ მომწონს ამ ზოგ ადამიანს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ის რომ საკუთარ სხეულში ყოფნა არ მოსწონს, სხვა დანარჩენს თავი დავანებოთ რაღაცა ბიოლოგიური შეიძლება ანომალიები ჭირდეს ან არ ვიცი ნებისმიერი სხვა რაღაცა მწუხილი სხეულის, რომელშიც ყოფნა არ მოწონს. და გამოდირექტორ რომ სხეულში ყოფნა არ მოგწონს და განვიცდით არასწორ ემოციებს, გონია რომ ეს ემოციები თან ჩვენ ვართ და რა თქმა უნდა არ გვიყვარს საკუთარი თავი. მაგრამ სიმართლეში საკუთარი თავი კი არა, საკუთარი სხეული და საკუთარი ცხოვრების ის მდგომარეობა არ მოგწონს, რომელშიც ვართ და აქ სიყვარულთან ეს არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ არ მოგწონს. ანუ ვის მოსწონს ისეთ სხეულში ყოფნა, რომელიც ავანტყოფია, ვის მოსწონს ისეთ სხეულში ყოფნა, რომელსაც რაღაც არ შეუძლია, რომელსაც რაიმე დეფექტი აქვს, რომელიც უნდა დაბერდა, ვის მოსწონს ასეთ სხეულში ყოფნა, ხო? და მით უმეტეს რომ აი ამდენი კიდე აზრები გენერირდება, რომ ვიღაცა სამსახურში გეტყვის, რომ ცუდი მუშაკი ხარო, ვიღაცა ქუჩაში გეტყვის, მახინჯი ხარო, ვიღაცა სკოლაში გეტყვის, უნიჭო ხარო და ეს ყველაფერი ლაგდება და ამ დროს გვაქვს მიუღებლობა საკუთარი თავის. მაგრამ ეს პირველ რიგში არ არის საკუთარი თავის მიუღებლობა, არამედ არის ჩვენი ბიოლოგიური სხეულის და აქ ბიოლოგიური ლილა თამაშის, ანუ მატერიალური თამაშის მიუღებლობა. და მეორე ეს არ არის სიყვარული, ეს არის უბრალოდ
მიუღებლობა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს უპირობო თავის სიყვარული. აი, ნებისმიერ სიტუაციაში, მაგალითად, ხიდზე რო იდგეთ და საუკეთესო მეგობარი გედგეთ გვერდზე და ხიდი ჩატყდეს, პირველ რიგში ინსტინქტურად გადაარჩენთ საკუთარ თავს და მერე მეორე ადამიანს, ხო? ეს არის ჩვენში ჩაშენებული ინსტინქტი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბიოლოგიურად გაწერილი გვაქვს საკუთარი თავის უპირობო სიყვარული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ჩვენ პირველ ადგილას დავაყენებთ ჩვენ თავს. და შესაბამისად, მე პირადად არანაირი ისეთი მეთოდიკების არ მჯერა, რომელიც გვასწავლის საკუთარი თავის სიყვარულს, იმიტომ რომ რეალურად არაფერი სასწავლი არ გვაქვს, ეს ყველაფერი ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით. უბრალოდ უნდა გავმიჯნოთ, რა არის საკუთარი თავის სიყვარული და რა არის საკუთარი თავის მიმღებლობა, იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის, რომ ჩვენ ბიოლოგიურ სხეულს, ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფსიქიკას, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ახლობლებს, ანუ ამ ყველაფერს თუ ვერ ვიღებთ, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი არ გვიყვარს, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ რაღაცები, რაც ჩვენს გარშემო არის, უბრალოდ ეს რაღაცები არ მოგწონს და ამისი შეცვლა გვინდა. და მეორე თემა კიდე, რომელიც გვაჯერებს და ძალიან კარგად დაჯდა, წყალი დაასხა ამ საკუთარი თავის არსიყვარულის თემას, არის ჩვენი პირადი დამოკიდებულებები და რაღაცა ფსიქიკისგან გადახვეული ცოტა გამრუდებები. იმიტომ რომ აი მაგალითად მოდი განვიხილოთ დამოკიდებულებების თემა, ხო, უამრავი ადამიანი არის, განსაკუთრებით საქართველოში ძალიან მაღალი არის დამოკიდებულებების დონე. თამაშზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, თუნდაც ურთიერთობაზე არ აქვს მნიშვნელობა, ზოგადად დამოკიდებულება, ხო? და როდესაც მაგალითად აი ავიღოთ ადამიანი, რომელსაც აქვს ნარკოტიკზე დამოკიდებულება და იცის, რომ ყოველი ნარკოტიკის მოხმარება მას უსწრაფებს გარდაცვალებას და ის იზიანებს თავის თავს და ის თავის თავს ამითი რეალურად ანადგურებს, ხო? და ამ შემთხვევაში ასევე შეიძლება გაჩნდეს ის მომენტი, რომ აი მე საკუთარი თავი არ მიყვარს, იმიტომ რომ მე ჩემი საკუთარი თავის დეგრადაციას უწყობ ხელს. მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ დამოკიდებულება არის იმდენად სერიოზული რაღაცა, რომელიც ჩვენი ფსიქიკის წნულებს სულ სხვანაირად გადააგვარებს ხოლმე, რომ არც ჩვენი დამოკიდებულება არ დგას საკუთარი თავის სიყვარულის მეორე მხარეს. და ის შეგრძნება, რომ ადამიანი არ გზნობს თავს კარგად მოხმარების დროს და ესმის, რომ ეს მას ანადგურებს, სწორედ ეს არის საკუთარი თავის სიყვარული, რომ ხვდება, რომ ეს არასწორი არის. მაგრამ ამას რომ მოიხმარს, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი არ უყვარს. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ იმდანაც დიდია ზეგავლენი და ტვინში იმდანაც გადაგვარებული არის რაღაცა ფუნქციები, რომ ადამიანის ფსიქიკამ ასეთი გამოსავალი ნახა, რომ უბრალოდ ფსიქიკა გადაირჩინოს ან რაღაცას გაიქცეს, იმიტომ რომ იმ მომენტში, როცა ეს პრობლემა წარმოიშვა, უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო. და ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. და ასევე ყველაზე პოპულარული, რაშიც ადამიანები ვერ ამჩნევენ ამას, რომ აი რეალურად უყვართ საკუთარი თავი და გონიათ, რომ არ უყვართ, ეს არის ურთიერთობები, ტოქსიკური ურთიერთობები, იმიტომ რომ ტოქსიკურმა ურთიერთობებმა ასევე იცის დამოკიდებულება, ხო? და მით უმეტეს თუ ოჯახშიც არიან ტოქსიკური ოჯახის წევრები, სადაც ადამიანი გაიზარდა, რა თქმა უნდა, იქნება აუცილებლად თანადამოკიდებულების პრინციპი, ხო? ანუ ადამიანის ცნობიერებაში არის გაწერილი თანადამოკიდებული ურთიერთობის მოდელი და გონია რომ ეს არის სიყვარული და ეს არის ნორმალური. შესაბამისად, შეიძლება რომ ადამიანი საერთოდ არ გიყვარდეს, მაგრამ იმდენად იყო მასზე დამოკიდებული და იმდენად აი სხეულით გრძნობდა, რომ გიყვარს რეალურად რა და შენ ეგ გაჯერებდეს, რომ კი ეგ სიყვარულია, მაგრამ სინამდვილეში იყო დამოკიდებული. და ეს დამოკიდებულება, ხო აი თუნდაც ისეთ ადამიანთან თუ ხარ ურთიერთობაში, რომელიც ნუ რაღაცა ცოტა არ არის პატიოსანი ან მოღალატეა ან არ ვიცი მოძალადეა ან ნებისმიერი სხვა რაღაცა პუნქტი არსებობს, რომელიც არ გაკმაყოფილებს და რომელიც შენ შეურაცხყოფას გაყენებს, ხო? და გონია, რომ აი მე თუ ამ ადამიანთან ვარ, ესე იგი მე ჩემი თავი არ მიყვარს, იმიტომ რომ მაშინ არ ვიქნებოდი ამ ადამიანთან. აი ეს მოსაზრებაც არის მცდარი და ხშირ შემთხვევაში ზუსტად აი ესეთ რაღაცებზე აპელირებენ ის ადამიანები, ვინც აკეთებენ რაღაცა სერვისებს თუ კონსულტაციებს და რიტრიტებს და რაღაცებს საკუთარი თავის სიყვარულის თემასთან მიმართებაში. იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ხო ეხლა შენ თუ ვიღაცა მოძალადეს თავს შეეწირავ, ესე იგი შენი თავი არ გიყვარს, მაგრამ ესე არ არის, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს უბრალოდ დამოკიდებულება და დამოკიდებულებას და საკუთარი თავის სიყვარულს ვერ დაუპირისპირებ ერთმანეთს, იმიტომ რომ დამოკიდებულება არის იგივენაირად ინსტინქტური მდგომარეობა, როგორც თვითგადარჩენის ინსტინქტი და ამ შემთხვევაში ინსტინქტი არის ძლიერი და ასეთ ძლიერ ინსტინქტს კიდე ვერ აჯობებ იმითი, რომ შენ თავს უმეორო, რომ ეხლა მე ხო ჩემი თავი მიყვარს. ამიტომ
აი აქ ძალიან ესეთი ძალიან ის არის რა ბეწვის ხიდი არის, რომელზეც ძალიან ადვილად შეიძლება დაგაჯერონ, რომ ხო, ეხლა შენ თუ მოიხმარ ნარკოტიკს ან შენ თუ რა ვიცი, დამოკიდებულ ურთიერთობაში ხარ, ან ნებისმიერ რაიმე დამოკიდებულებაში ხარ, რომელიც გაზიანებს, რომ შენ თავი არ გიყვარს. აი სიგარეტს თუ ეწევი, შენ თავი არ გიყვარს. მაგრამ რეალურად ეს შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი დამოკიდებულება და მით უმეტეს ადამიანი, რომელიც არანაირი სულიერი პრაქტიკით არ არის დაკავებული, არ არის გაცნობიერებული, არ აქვს დიდ სულოვნება უკვე თავის ხელში და ცნობიერებაში შემოშვებული, ხო? ასეთი ადამიანი ვერ აცნობიერებს მაგდენს, რომ მისი რაღაცაზე დამოკიდებულება არის უმართავი პროცესი. არის ჩვენი რეპტილოიდური ტვინიდან წარმოშობილი პროცესი, რომელიც არის ინსტინქტური და რომელსაც ვერ აჯობებს შენი ნეოკორტექსით, იმიტომ რომ ნეოკორტექსი არ არის ეგეთი ძლიერი ბიოლოგიურად ჩამოყალიბებული, ყველაზე ბოლო ტვინია, ხო, რომელიც ჩამოყალიბდა ნეოკორტექსი, რომელიც ჩვენს ნების ძალაზე არის პასუხისმგებელი, არ არის ეგეთი ძლიერი, რომ რეპტილოიდურ ტვინს აჯობოს და ამ შემთხვევაში იბრძვის ბიოლოგიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში ვერასდროს ვერ მოიგებს ადამიანი, იმიტომ რომ ბიოლოგიის წინააღმდეგ ვერ წახვალ და ბიოლოგიურად კიდე ასე მუშაობს. ამიტომ აქაც ამ შემთხვევაშიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ თუ რაღაცა ჩვევა გვაქვს, რომელიც საერთო ჯამში ჩვენ გვაზიანებს, რომ ეს პირდაპირ პროპორციული არის იმისა, რომ ჩვენი თავი არ გვიყვარს. ასე არ არის. და შესაბამისად ის ყველა სერვისი, რომელიც მაგაზე დგას, რომ აი მოდი შევიყვაროთ საკუთარი თავი, ასე არ მუშაობს და არ მოგცემთ გრძელვადიან შედეგს, იმიტომ რომ შეიძლება ერთი დღით, ორი დღით აგიმაღლდეთ განწყობა და მართლა მოექცეთ იმ მდგომარეობაში, რომ შეიყვარეთ საკუთარი თავი, მაგრამ რეალურად დიდი ხანი ეს არ გასტანს. საკუთარი თავის შეყვარება ზოგადად ესეთი წინადადების წყობაც კი არასწორია. უბრალოდ იმის გახსენება არის საჭირო, რომ ჩვენ ყოველთვის გვიყვარს ჩვენი საკუთარი თავი, იმიტომ რომ ვართ ღმერთის ნაწილები და იმიტომ რომ ვართ ღმერთს და ჩვენ გვიყვარს ღმერთი და საერთოდ ჯამში ერთი მთლიანი სიყვარული ვართ. ხოლო ამის გახსენება არის საკმარისი და ამის გახსენებასაც დიდი ფილოსოფია არ ჭირდება. უბრალოდ ამ სიტყვების მოსმენაც არის საკმარისი, რომ ეს ცნობიერებამ დაიჭიროს და გაიხსენოს. და რაც შეეხება ყველა იმ ქმედებას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რაშიც გგონია, რომ თუ ამას ვაკეთებ, ესე იგი ჩემი თავი არ მიყვარს, აი ყველა მაგ ქმედებას კი ჭირდება უკვე ლოკალური მოგვარება თვითონ პრობლემის, ანუ კონკრეტული რაღაცა დამოკიდებულების, ან კონკრეტული რაღაცა ჩვენი ცნობიერების და ჩვენი ფსიქიკის რაღაცა pattern-ს ჭირდება დამუშავება. იმიტომ რომ ის ინსტინქტურ დონეზე არის გაწერილი და ის არის ძალიან ძლიერი და აქაც დღესდღეობით არ ვიცი უამრავი ხერხი არის, როგორ შეიძლება ამაში ადამიანმა ჩაიხედოს და როგორ გაარკვიოს და უამრავი სერვისები არსებობს ამ ყველაფერში ჩასახედად, მაგრამ ეს ორი რაღაცა გასამიჯნი არის, რომ ყველა ის ქმედება, რომელიც მე მაფიქრებინებს, რომ მე ჩემი თავი არ მიყვარს, რეალურად არ არის საკუთარი თავის სიყვარულთან კავშირში. საკუთარი თავის შეყვარების ნაცვლად ამას ნამდვილად არ ჭირდება ბევრი შრომა და ეს ჩვენში გაწერილია, მაგრამ საკუთარი თავის მიღება მნიშვნელოვანი არის. აი მანდ ნამდვილად გვაქვს პრობლემები, იმიტომ რომ ადამიანები არ ვიღებთ ჩვენ თავს ისეთებს, როგორებიც ვართ, მაგრამ აქაც ძალიან მარტივია ამის გაკეთება. თუ გავაცნობთ იმას, რომ ეს არის ჩვენი უბრალოდ ბიოლოგიური მოცემულობა და რომელიც არის დროებითი და როგორ შეგვიძლია პირობითად გავაუმჯობესოთ და მივიღოთ, ძალიან მარტივი ხდება ყველაფერი. მოდი წარმოვიდგინოთ ისევ და ისევ ვიდეო თამაში ხართ, სადაც აირჩიეთ ავატარი და კონკრეტული რაღაცა story line-ის მოხაზულობა არის, ხო? ანუ შეიძლება რომ საერთოდ გაჩნდეს ეგეთი იდეა, რომ აი მე ჩემი ავატარი არ მომწონს და მე ჩემი ცხოვრების ხაზი ამ თამაში არ მომწონს. ანუ შეიძლება ისეთ საინტერესო არ იყო, როგორცაც ელოდებოდი, მაგრამ შენ თავს ხوار დააბრალებ, რომ აი ჩემი ბრალია, რომ ესეთი ავატარი არ შემხვდა, ან ჩემი ბრალია, რომ აი უფრო საინტერესოდ არ გამოვიდა სიტუაცია, ან ჩემი ბრალია ეს, ან ჩემი ბრალია ის. ან მოდი მე არ მივიღებ, რომ ასეთი ავატარი ავირჩიე, ან მე არ მივიღებ, რომ ასეთი ცხოვრების ხაზი ავირჩიე. ანუ შეუძლებელია ეგეთი აზრი გაჩნდეს, იმიტომ რომ გონებაში არის გაყოფა, რომ ის არის ავატარი, ის არის თამაში, ის არის თამაშის ნაწილი და დროებით მე მაქვს საშუალება ნებისმიერი სახის თამაში ავირჩიო, როგორც მე მინდა და თუ ჩნდება პრობლემა, რომ მე ვერ ვიღებ საკუთარ თავს, ხო, ეს უკვე ნიშნავს, რომ ავაძალებ ჩემ თავს, რომ ამ ცხოვრების მოცემულობა, ამ ერთი ცხოვრების მოცემულობა, როგორც არის თავისი ვიზუალით, თავისი ჯანმრთელობით, თავისი იმით, თავის ამით, რომ ეს მე ვარ, მაშინ ჩემ თავს ეს უნდა დავაჯერო, რომ მე ვარ და მე მივიღო, რომ მე ვარ და მე შევიყვარო, რომ მე ვარ და ეს თვითონ ეს კიბეები არასწორად რად არის დალაგებული მანდ რა, ანუ არ მიდის ერთი მეორისკენ, იმიტომ რომ მიმღებლობას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში
უნდა მივიღოთ უბრალოდ ის, რომ ეს ყველაფერი არის დროებით და ეს ყველაფერი არის უბრალოდ თამაში და ჩვენ სულს უნდა უბრალოდ ასეთი თავგადასავალი და ოკეი, თუ ასეთი თავგადასავალი უნდა და მე კი არ ვიცი რა თავგადასავალი უნდა და იმიტომ რომ აღარ მახსოვს. მაგრამ თუ სულმა ესე გადაწყვიტა და იყოს ეს თავგადასავალი და ოკეი, ნახოთ, აბა ამ სხეულში როგორია, ამ ცნობიერებაში როგორია, ამ გარემოში როგორია, ამ სამსახურში როგორია. ამიტომ აქაც უბრალოდ იმ გაგებით მიდგომა, რომ თუნდაც ჩემი სხეული, რომლის მიმართ შეიძლება მიუღებლობა ქონდეს ადამიანს, ხო? ესეთი მოცემულობა დროებითია, ამ სხეულით უნდა და თამაში ჩემს სულს, ზუსტად ესეთი სხეული აირჩია, ზუსტად ესეთი ოჯახი აირჩია, ზუსტად ესეთი სამსახური აირჩია და მოდი ვითამაშოთ აქ. მე არ უნდა მივიღო აპრიორად, რომ ეს სხეული მე ვარ, მაგრამ მე შემიძლია მივიღო, რომ ეს სხეული არის დროებითი ავატარი და ამ ავატარით მე მინდოდა თამაში. და ამ შემთხვევაში ასეთი გააზრებით, ხო, არც მიმღებლობასთან აღარ გვექნება პრობლემა. და ასევე თუ უფრო გლობალურად გავიაზრებთ, კიდე ამაზე სხვა ეპიზოდებში უფრო ცალად მაქვს ნასეუბრები და ალბათ ყველა ეპიზოდში ვახსენებ, რომ სამყარო არის დუალური და ზოგადად დუალურ პრინციპებზე არის აგებული და ადამიანის სრულქმნა და ადამიანის ემოციური დასრულობა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი თავის თავში იღებს ბნელსაც და როდესაც გადის სულის ბნელ ღამეს. ამასაც დეტალურად მაქვს სხვა ეპიზოდებში ჩაშლილი და ასევე ამას ეძღვნება ჩემი საავტორო ვებინარები, რომელიც თუ არ დამოვიწყდა ლინკს აუცილებლად დავდებ. ზუსტად მაგას ეხება, რომ ჩვენ თავში მივიღოთ ის აჩრდილოვანი მხარეები, რომელიც ჩვენში ყველა ჩვენთაგანში არის და აი ამ ეგოს თამაშებს, რომელიც გვაჯერებს, რომ ხა მე ვიღაცაზე უკეთესი ვარ, იმიტომ რომ შემეცოდა და მე ვიღაცაზე უკეთესი ვარ, იმიტომ რომ სამაგერო არ გადაუხადე, ან იმიტომ ვარ უკეთესი, რომ ნუ რა ვიცი, დანაშაული შეგზამა, მაგრამ აი ამ ყველა შაბლონიდან როგორ უნდა გამოვიდეთ და რეალურად გავაცნობეროთ მართლა რა უნიკალური არსებები ვართ და მივიღოთ ჩვენ თავში დაჩრდილული მხარეებიც. ზოგადად ამდენი ფიქრი იმაზე თუ საკუთარი თავი მიყვარს თუ არ მიყვარს და როგორ შევიყვარო, ანუ ესეც ეგოდან წამოსული ფიქრები არის. იმიტომ რომ ამაზე თუ ფიქრობ ამდენს, რომ აბა მიყვარს ჩემი თავი თუ არ მიყვარს ჩემი თავი და ანუ აი ამ ყველაფერში ვიხარშები და ამასობაში თან ეგო მაჯერებს, რომ კი მე უკეთესის ღირსი ვარ, მე უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი და აი ამ რაღაცა შინაგან ბრძოლებში არის ადამიანი ფიქრებში და რეალურად არ დგას ეს საკითხი, ანუ არ აქვს რეალურად ეს საკითხი გადასაწყვეტი, ხო? ანუ თუნდაც იგივე ავიღოთ, ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული, ის ყოველდღიურად ხო არ ფიქრობს ფული აქვს თუ არა აქვს, ხო ეს ფიქრები ხო ფუჭია მისთვის. ესეთივე ფუჭი ფიქრებია საკუთარი თავი მიყვარს თუ არ მიყვარს, როცა მე ვარ ღმერთის ნაწილი, ანუ საერთოდ რატო ისმის ეს კითხვა. ნუ ეს კითხვა რატო ისმის, ამისი წინაპირობა არსებობს და ვიცით რატომაც ისმის ეს კითხვა, იმიტომ რომ ადამიანებში მუშაობს ეგო, რომელმაც რაღაცები უნდა დაგვაჯეროს და როდესაც ადამიანები არ მუშაობენ საკუთარ თავზე, ანუ არ მედიტირებენ ან რაიმე სულიერ პრაქტიკებს არ აკეთებენ და ყველაფერი რაც გონებაში მოდის გონია რომ ეგ ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, იმასაც დაგვაჯერებს ეგო, რომ ფუჭი ფიქრი რომ მოვიდა, რომ დაიცა მე საერთოდ მიყვარს საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, თუ გაფილტრა არ შეგვიძლია ჩვენი ფიქრებისგან, ჩვენ ბიოლოგიურ სხეულში დაგენერირებული ფიქრებისგან თუ ჩვენი საკუთარი თავის გამეჯვნა არ შეგვიძლია, რა თქმა უნდა ის დაგვაჯერებს, რომ უი რაღაცა ხო, შეიძლება არ მიყვარდეს საკუთარი თავი. მერე გავიხედავთ მილიონი ადამიანი ლაპარაკობს, რა იცი რა, შენ თუ ეწევი, შენი თავი არ გიყვარს, შენ თუ ნარკომანი ხარ, არ გიყვარს შენი თავი, შენ თუ დამოკიდებულ ურთიერთობაში ხარ, არ გიყვარს შენი თავი და ხედავთ, რომ უი ხო, რა ვიცი, არ მიყვარს ალბათ ჩემი თავი, მერე ვიწყებთ რაღაცა სეანსებზე სიარულს, რომელიც არაფერს არ გვაძლევს, იმიტომ რომ რეალურად ვერც ერთი სხვა ადამიანი ვერავინ ვერ შეგვყარებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ ეს ისედაც მოცემულობა არის და ისედაც არის ჩვენში. ამავდროულად ამაზე კიდე უფრო მეტს გვაფიქრებს, რომ აბა რაღაცა საკუთარი თავის სიყვარული კვირაში 3 ჯერ დავდივარ რაღაცა სეანსზე, რომ საკუთარი თავი შევიყვარო და ისევ რა ხდება, ანუ ჩვენი ეგო ისევ გაერთო რა, ანუ ჩვენმა ეგომ ისევ რაღაცა ფიქრებში ჩაგვრთო, რომელიც რეალურად საერთოდ აი სისულელია და დრო გაგვყავს მაგის მტკიცებაში, რომ ჩვენ თავზე ვმუშავთ, მანდაც ეგოს სარგებელი აქვს, რომ აი საკუთარ თავზე ვმუშაობ, აბა კვირაში 3 ჯერ აქ დავდივარ, აბა იმაზე ვიყავი, ამ სეანსზე ვიყავი, იქ რაღაცა რიტრიტზე ვიყავი, მე აქ ვიყავი, მე იქ ვიყავი და აი ვმუშაობ მე ამ საკითხზე და მე ისევ ეგო თარგმნის, რომ აი როგორი კარგი გოგო ან ბიჭი ხარ, როგორ მუშაობ შენ თავზე, რომ რამენაირად საკუთარი თავი შეიყვარო და რეალურად ისედაც ჩვენი თავი ყველას გვიყვარს. იმედია რომ ძალიან სწორად დაგანახეთ, მაგრამ ანუ ძალიან აბსურდია ხა ამაზე რომ საუბრობ, ანუ
აბსურდულად სასაცილო არის, აი მართლა ცისფერი მთების სიუჟეტი არის. ახლა მე როგორც ხედავ ამ სიტუაციას და ძალიან მინდა რომ თქვენც რაღაცა ნაპერწკალი ამ იდეის შემოგეპაროთ და დაანებოთ ამ საკუთარი თავის სიყვარულზე ფიქრს და ასევე ეცადოთ რომ განსაზღვროთ აი ეს რაღაცა პოზიციები, სადაც ეგო გაჯერებთ, რომ თქვენ როგორი კარგი ხართ, რომ რეალურად შეიძლება ეგ სულაც არ იყოს დიდსულოვნება და სულაც არ იყოს კარგი ადამიანობა, არამედ იყოს ეგოს რაღაცა ფიქრები, რომელიც რეალურად არ არის რეალური და რაღაცებში ქრთავთ არასასრულ რაღაცა პროცესებში. და ასევე დღეს ჩემ თავი მესჯერაც მინდა და მომეტანა არის ის, რომ დავანებოთ თავი ეგეთ გრანდიოზულ როლებში ჩვენი თავის წარმოდგენას, რომ ჩვენი რაღაცა ქმედება, რომ ვიღაცას ცხოვრებას დაუნგრევს და დედამიწის არსებობის 4 ფეხიდან ერთს გამოაცლის და დაანგრევს მთელი დედამიწის წყობას. ანუ ეგეთ გავლენა არავის არ გვაქვს დედამიწაზე. ყველა მოვდივართ უკვე დაწერილ pattern-ში, დაწერილ რაღაცა თამაში, სადაც ძალიან ლიმიტირებულია რეალურად ჩვენი გადაწყვეტილებები რა და რაც უფრო კიდე გაუცნობიერებლები ვართ, მით უფრო ლიმიტირებულია. ზოგი ადამიანისთვის აბსოლუტურად ყველა წამი არის გაწერილი ისე როგორც არის და არაფერი თავისუფალებიდან გამომდინარე არ ხდება. რა თქმა უნდა, რაც უფრო სულიერად დიდი ადამიანი, მით უფრო მეტი ჩარევა შეუძლია, მაგრამ ნუ ეს დონეც იმდან ჩორს არის ზოგადად დღევანდელი ცნობიერებიდან, რომ ფაქტურად შეუძლებელია, რომ მასეთი დონის გაცნობიერებული ადამიანი, რომელიც ინკარნაციაში მოვიდა გამოცდილებისთვის, რომ ასეთ ადამიანს კონდეს მაგდანი ძალაუფლება, რომ თავისი საქციელი სამყაროში რაღაცა ისეთ მოკლედ წყალს შეუყენებს, რაღაცა ნიადაგს, რომ დედამიწის ფუნქციონირება გადაგვარდეს, ან ვიღაცა ნებისმიერი სხვა ადამიანის ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონიოს რა. ანუ გიტლერი რო ავიღოთ და გიტლერსაც რო გადავხედოთ, ანუ გიტლერი არ იყო ის ადამიანი, ვისაც მაგხელა ძალაუფლება ქონდა და მაგხელა ამბები დაატრიალა. ანუ გიტლერი იყო ჩვეულებრივ ავატარში მოსული სული, რომელსაც გიტლერის ცხოვრება აინტერესებდა. ეს წინასწარ იყო ესე დაწერილი, ეს გეგმა და თამაში შექმნილი და ამ ადამიანმა უბრალოდ ეს გამოცდილება თავის თავზე შეიგრძნო. აი როგორც ახლა ვიდეო თამაში ითამაშოთ, სადაც გიტლერი იქნებით. ანუ არავის არ აქვს ამხელა ძალაუფლება დედამიწაზე. გულისხმობ ავატარებში, ვინც მოვდივართ სულები, ეს ყველაფერი არის წინასწარ შექმნილი და არავის მხრებზე არ დგას დედამიწის და კაცობრიობის კეთილდღეობა და აი როდესაც ესეთ ფიქრებში მივდივართ, რომ აი ეს ჩემი ბრალი ხო არ არის და ეხა ისე რომ ექნა და ასე რომ ექნა, ვერაფერს ვერ იზამთით, ისე რომ რამე გაგეფუჭებინეთ და ეს გახსოვდეთ, რომ ვერაფერს ისეც ვერ იზამთ, რომ დედამიწაზე რამე დააშავოთ და თუ გგონიათ, რომ რამე დააშავეთ, ეს გჭირდებოდათ თქვენი გამოცდილებისთვის და ეს უკვე დაშვებული იყო და ეს რეალობა, ეს ვარიანტი უკვე შექმნილი იყო წინასწარ, იმიტომ რომ თქვენ სულს ასეთი გამოცდილება უნდოდა. ამიტომ მოდი ახლა ჩემთან ერთად გაიმეორეთ რამდენჯერმე ეს ფაბულები, რაზეც დღეს ვილაპარაკე, რომ ცნობიერებაში ჩაჯდეს. რამდენჯერმე ღრმად ჩემთან ერთად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. და გავიმეოროთ რამოდენიმე საბაზისო დებულება, რომელიც თქვენს ქვეცნობიერამდე ჩააღწევს და რომელიც დაგეხმარებათ, რომ აწი მომხდარი кейსები, რომელიც დაკავშირებული იქნება დანაშაული შეგრძნებასთან ან თქვენი თავის არსიყვარულთან, რომ ავტომატურად თქვენს ქვეცნობიერში სწორი ფორმულები იდოს, რომ ეს პროცესები სხვანაირად გამოასწოროს და სხვანაირად დაალაგოს, ისე რომ არ ჩაგითრიოთ ამ ეგოს თამაშებმა. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. კიდევ ერთხელ. და კიდევ ერთხელ. ახლა კი გაიმეორეთ ჩემთან ერთად. თუ ისეთ გარემოში ხართ, სადაც ხმამაღლა ვერ გაიმეორებთ, შეგეძლია გაიმეოროთ გულში. მე ვერაფერს ამ სამყაროში ვერ გავაფუჭებ. მე მაქვს ყველაფრის უფლება, რისი გამოვლინებაც შემიძლია ამ სამყაროში. მე უპირობოდ მიყვარს საკუთარი თავი, უხსოვარი დროიდან. მე ვიღებ იმ მოცემულობას, რომელიც ამ მატერიაში არის ჩემს გარშემო.
მე ვიღებ ჩემს სხეულს, როგორც ჩემ ავატარს, ისეთი, როგორიც არის. მე ვიღებ ჩემს ცნობიერებას, ისეთს, როგორიც არის. მე ვიღებ ჩემს ამჟამინდელ ილუზორულ რეალობას, ისეთს, როგორიც არის. მე არ მჭირდება დანაშაულის შეგრძნება იმისთვის, რომ რაღაცეები გავაცნობიერო. მე არ მჭირდება დანაშაულის შეგრძნება იმისთვის, რომ ვინმეზე უკეთესი მეგონოს თავი. და ყველაფრის მიმართ, რის მიმართაც ვგრძნობ დანაშაულს, გავუშვებ და იპოვოს თავისი ადგილი სამყაროში. მე უპირობოდ მიყვარს დასაბამიდანვე საკუთარი თავი. მე უპირობოდ ვიღებ ამ მატერიალურ ავატარს და ილუზორულ სამყაროს. და მზად ვარ მივიღო გამოცდილება, რომლისთვისაც მოვედი.